ჩემი ცხოვრების გზა. ჩვენი ქორწინება ორმა ადამიანმა იწინასწარ მეტყველა. დედამ და თამრიკომ, ჩემმა მულმა. სვიადი ხშირად მეუბნებოდა, დედა შენი გრძნობდა, რომ მე შენი მეუღლე უნდა გამختار ვიყავი. ამიტომ განსაკუთრებულად უყვარდი და შვილად მთვლიდავო. თავის მხრივ მე უმტკიცებდი, რომ დედა ყველა ჩემს მეგობარს სიყვარული და ალერსით ღებულობდა. არა, მე შვილოს მეძახდაო, არ წყნარდებოდა სვიადი. მართლაც, დედა ახალგაზრდა ქალი იყო და შვილობით არავის მიმართავდა. ასეთი რამ ცოტა ასაკოვანმა ხალხმა იცის. თამრიკოც გრძნობდა, რომ შევღლდებოდით. აბა ახლად გაცნობილს თავისი ცხოვრების ისეთ დეტალებს რატომ გიმხელდა, რომელსაც არათუ მეგობარს, ოჯახის წევრსაც ვერ გაუზიარებდაო. მერე ზვიადმა ამიხსნა, რომ სიმსივნით დაავადებული ადამიანი გარდაცვალებამდე 3-4 თვით ადრე ნათელმხილველი ხდება. სხვისი მომავალი ეხსნება. მე ძალიან გამიკვირდა, როდესაც თამრიკომ საკუთარი ოჯახის წევრად მიმიყო. მიუხედავად იმისა, რომ სულ ახალი გაცნობილი ვყავდი. ერთი მაგალითიც შემიძლია მოვიყვანო, რომლის გახსენება ძალზედ მიჭირს. დედას სულ რამდენიმე საათი ჰქონდა დარჩენილი. ვითომ ვეგუები მის სიკვდილს და ამავე დროს არც მჯერა. მისი საწოლის გვერდ-გვერდით ვზივარ და ქათმის ხორცს ხელით ვაჭყევ. დედა რბილ ხორცს მძიმედ ხეჭავს. ვუყურებ, რომ საჭმელს ვერ ყლაპავს და ნერვები მეშლება. თურმე, რა დროს ჭამაა, ან ლუკმის გადაყლაპვა. წუთები აქვს დარჩენილი. არ მესაუბრება. მხოლოდ ხტევს მექანიკურად ამოძრავებს. უცებ დედა მეკითხება, მანანა, ბავშვები საბავშვო ბაღიდან მოიყვანე? დედა, რას მელაპარაკებ? მე ბავშვები არ მყავს მეთქი. შენ ხომ 2 ვაჟი ყავს. გავშეშდი, შემეშინდა. შენ ხომ 2 ბიჭი ყავს და ისინი ახლა საბავშვო ბაღში არიან, მათი მოყვანა არ დაგავიწყდეს. ამ დროს მივხვდი, რომ საშინელების წინ ვიდექი. დედა უკვე იმ ქვეყნად გადავიდა და ჩემი მომავალი დაინახა. იმ სამყაროში თავის წინაპრებს და მამაჩემს ესაუბრებოდა. აუტანელი განცდის მომენტი დადგა. ჩემი მამანთილი ბატონი კონსტანტინე. ბატონი კონსტანტინეს გაცნობა ქორწილამდე 2 წლით ადრე 1973 წელს შედგა. თამრიკოს გარდაცვალების შემდეგ კი მამაშვილი ავტომანქანით სისტემატიურად მაკითხავდნენ ყოველთვის ქალაქ გარეთ მივემგზავრებოდით. თუმცა მცხეთის იქით არასდროს მივდიოდით. სვეტიცხოველში ავდიოდით ჯვარზე. ბატონი კონსტანტინე ტაქტიანი ადამიანი იყო. მანქანის კარს გამიღებდა და ჩემი, ასე ვთქვათ, აქტიური პროტესტის მიუხედავად წიმსვამდა. შენ და ზვიადი ყოველთვის გვერდი-გვერდ უნდა ისხდეთო. თვითონ კი უკან მოთავსდებოდა, პატარა საიდუმლოსაც გეტყვით. ყველა ჩვენი ერთობლივი ვოიაჟი მცხეთის საჭაშნიკოში მთავრდებოდა. მეჯვარენი. განსაკუთრებული ქორწილი არ ქონია. ზვიადის მეჯვარე მერაბი იყო, ჩემი კი თინა მახვილაძე, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მას ცხოვრებაში ბევრი რამ შეემთხვა, მაგრამ გამსახურდების ოჯახის ერთგული ბოლომდე დარჩა. 5 აგვისტო, ჩემთვის დღესასწაულია. არის ცხოვრებაში ბედნიერი წუთები, რომელთა გულისთვის ღირს ამ ქვეყნად მოსვლა. 5 აგვისტო, ჩემი დღესასწაულია.
ცოტნეს დაბადების დღეა. იმ წელს უჩვეულოდ ცხელი ზაფხული იყო, ხარი არ მყოფნიდა. უძილობაც მაწუხებდა. ზვიადი ცდილობდა ქალაქ გარეთ გავესეირნებინე. ტაბახმელაში ავყავდი. იქიდან შინ გამთენიისას ბრუნდებოდი და ვიძინებდი. 4 აგვისტო განსაკუთრებულად ამომახსოვრდა. აფორიაქებული ვარ, სახლშიც ვერ ვჩერდები. ზვიადი მეუბნება, მოდი გავისეირნოთო. დავით აღმაშენებლის ქუჩაზე. ტვერელის ეკლესიამდეც ვერ მივედით. ვეუბნები, მანქანაში ჯდომა არ შემიძლია. ძალიან გთხოვ, დამაბრუნე მეთქი. ზვიადმა ბავშვური ღიმილით შემომხედა. ღმერთო ჩემო, როგორ მახსოვს? მანანა, მე მგონია ჩვენ აქ სეირნობას თავი უნდა დავანებოთ და შენ პირდაპირ სამშობიაროში უნდა წაგიყვანოო. მითხრა მან. მეორე დღეს ესეც მოხდა. ქალაქის მეორე სამშობიარო სახლში მიმიყვანეს. იქ ჩემი სამედიცინო ინსტიტუტის პედაგოგი ბატონი გურამაისაია დამხვდა. მშობიარობა მან მიიღო და ცოტნე მისი აყვანილია. იმ წამს უბედნიერესი ქალი ვიყავი. მემუქრებოდნენ, შენი და შენი შვილის კუბო ერთად დაიდგმებაო. მაგრამ სიხარულს პარალელურად უსიამოვნებას მოსდევდა. მთელი ფეხმძიმობის პერიოდი, საშინელი სხვა სიტყვაც არ ეხმარება, ტერორის ქვეშ ვიყავი. ყოველდღიურად 20 ჯერ მაინც მირეკავდნენ და ყურმილიდან მუქარაი მთხეოდა. შენი და შენი შვილის კუბო ერთად დაიდგმება. ჩვენგან შორს საფლავსაც გვირჩევდნენ. ეს საზეზღრობა იმისთვის კეთდებოდა, რომ გამწარებული ვიყავი, გავღიზიანებული ვიყავი, ნერვები მომშლოდა და ეს ხომ გარკვეულწილად ნაყოფზეც მოქმედებდა. სატელეფონო ზარებმა სისტემატიური ხასიათი მიიღო. მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ერთი დღეც გამოეტოვებინათ. დიახ, ყურმილს ზვიადიც იღებდა, ჩემი და ნათესავები. რასაკვირველი არაფერს მეუბნებოდნენ, მაგრამ მე ხომ გრძნობდი. სამშობიაროში საკუთარ თავზე აღარ ვფიქრობდი. ბავშვის ბედი მადარდებდა, რომ სამდო ხელში მოხვედრილიყო, ცოცხალი და ჯანმრთელი გამომეყვანა. როდესაც ჩემს პედაგოგს, ბატონ გურამს შეხვდი, კისერზე ჩამოვეკიდე, ხრებზე მოვეხვია და ცრემლები წამომივიდა. მან ხელი გადამხვია და მითხრა, შენ შიშარა არასდროს ყოფილ ხარ, თუ ახლა ზვიადთან თავს იწონებო. ზვიადი მიხვდა თუ რატომ ვიტირე. ყველაფერი კარგად იქნება, ბავშვი იფიქრე, მშვიდობით უნდა გადარჩე. დამამშვიდა მან. ცოტნიკო უზარმაზარი დაიბადა. 5 კილოგრამს იწონიდა. ხოლო სიგრძით 53 სანტიმეტრი იყო. გოლიათობას ის ახლაც თავის აგებულებით ამტკიცებს. სიმაღლით 2 მეტრი და 7 სანტიმეტრი, ასხმული ბიჭია. არ ვიცი, იმ სიხარულს რა შეედრება, როდესაც ცოტნეს ხმა გავიგონე. ცოტნიკო დაიბადა თეთრი, გრძელი თმებით, გეგონებოდა 3 თვის ბავშვი იყო. მერე ზვიადი ამომიყვანეს. ბავშვს შორიდან შეხედა და რადგან ჩემთან არ შემოუშვეს, კოცნა და ბარათი გამომიგზავნა. გილოცავ ცოტნეს დაბადებასო. არც ერთი შვილის სახელის დარქმევაში მონაწილეობა არ მიმიღია. მე მიმაჩნია, რომ ეს მამის უფლება იყო. ტუგო, მეძებდა ზვიადი. მშობიარობის დამთავრების შემდეგ მანანა ყველას დაავიწყდა. ახლობლები, ნათესავები და მეგობრები ზვიადის წინამძღოლობით სახლისკენ გაემართნენ. გზად თუ რამდენიმე შამპანიურის ყუთი გაიყოლეს. ალბათ ღმერთმა იცის, იმ ღამეს კოლხური კოშკი ღია იყო. სუფრას მერაბი თამადობდა. ქუჩაში გამლელებიც სახლში შემოყავდათ. მხოლოდ ცოტნეს და მანანას სადღერძელოები ისმეოდა. უსასრულო სმამ დილამდე გასტანა. ლელე, როგორც აღწერს, შამპანიურის ბოთლებს თვლა არ ქონდა. ზვიადი ისეთი ნასვამი იყო, რომ დილის 7 საათზე სახლის ეზოში მეძებდა და მეძახდა ტუგო, ჩემი ერთ-ერთი სახელი კოშკში.
ამ დროს ლელე გამოვიდა და ეუბნება ზვიად, ჩუმად არავინ გაიგონოს. მთელი მეზობლები შეჰყარე, ვაჟიშვილი შემეძინაო და მანანას ეზოში ეძებ. როდესაც კოხურ კოშკში ქეიფობდნენ, მე ნამშობიარებს ჩამეძინა და სიზმარში ვიხილე, ვითომ სამშობიაროში სუკის აგენტები შემოვიდნენ და ცოტნეს ეძებდნენ. წარმოიდგინეთ, რამდენად ძლიერი იყო ის ფსიქოლოგიური ტერორი, რომ ჩემს ქვეცნობიერებაში ასე დაილექა. თავზე ბატონ გურამ მაისაია მადგას. ბატონო გურამ, ცოტნე როგორ არის მეთქი? კარგად, რამ შეგაწუხა? საშინელი სიზმარი ვნახე მეთქი. შენ ნუ ნერვიულობ. აქ არც ბავს, არც შენ ნიავიც არ მოგეკარებათ. საქართველოდან რომ გავედით, ბატონ გურამს დიდი განცდები ჰქონდა და ერთ-ერთი მიტინგიდან დაბრუნებისთანავე გარდაიცვალა. სრულიად ახალგაზრდა. საფლავზეც ვერ მივედი. ბატონ გურამის ოჯახს დაუკავშირდები და მის უკანასკნელი ადგილსამყოფელის მოსანახავად ცოტნესთან ერთად მივალ. შენ კოჩუბეიში იყავი, მაგრამ კენგურუს ჩანთაში ეხუმრებოდა ზვიადი გიორგის. მართალია გიორგი თბილისში დაიბადა, მაგრამ შეიძლება ითქვას გზაზე თბილისსა და კოჩუბეის შორის იზრდებოდა. გიორგი კოჩუბეის მკვიდრია, ლეკი, რომელმაც მთელი ეს მხარე მოიარა და როდესაც ზვიადი ცოტნიკოს ეკითხებოდა, ცოტნე, შენ კოჩუბეი გახსოვს? გიორგი მამას გადაეხვეოდა და დაკითხვას უწყობდა, მეც ხომ ვიყავი კოჩუბეიში, მეც ხომ ვიყავი. ზვიადი პასუხობდა, კი გოდუდია, გოდუდიას ეძავდა. შენ იყავი კოჩუბეიში, ოღონდ კენგურუს ჩანთაში. სამშობიაროდ კოჩუბეიდან თბილისში ჩამოვედი. ისიც ზვიადმა დამაძალა, მას მარტო ვერ ვტოვებდი, რადგან იქაური საცხოვრებელი პირობები აუტანელი იყო. თუმცა კოჩუბეის თემა იმდენად ვრცელი და საინტერესოა, რომ მის აღწერას არ შეუდგები. შემდეგისთვის გადავდოთ. გიორგის მშობიარობა ჩემმა ნათესავმა ნოდარ ლანდიამ მიიღო. ახლადშობილი ძალიან მოძრავი იყო, ხელებს და ფეხებს გაუჩერებლად იქნევდა. სხვათა შორის, ნაყოფიც ასე ვთქვათ, მოუსვენარი იყო. ხოლო ხელი რომ შემოჰკრეს, გიორგიმ ისეთი ყვირილი ატეხა, რომ ყურები წაგვიყო. ექიმებს მხოლოდ ერთს ვეკითხებოდი, გამაგებინეთ ბავშვს ასეთი რა შემოჰკარით მეთქი. ახლად მოვლენილ ზვიადმა უსაყვარლესი წმინდანის სახელი გიორგი უბოძა. და რა ვიცი, მამისი მეც როგორ გაამართლებს. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არც ცოტნეს უჩივი და არც გიორგის. ღმერთმა ორივენი იმ გზით ატაროს, რომელიც ზვიადმა მათ გროზნოდან საქართველოში დაბრუნებისას უსურვო.